ძალიან ისინი არიან, კეთილ გაწყობილები არიან, ბუდისტები იქაც თუ გატყუებს იცი როგორ ნეპალში რო ჩავედი ტაქსი გეუბნება $10. ხო არ იცი ფიქრობ ცენტრამდე $10 რა ფულია, თუმცა 3 დღეს, 2-იც შეიძლება. ხო და ერთხელ რომ ვიღავ მივედი, მეორე დრო ჩავედი გო ვიცი რა, ეს და რეუნები რომ ვიცი მე სამდენი. გაიცინებ და არ გაუვიდა რა, მაგრამ აბსოლუტურად კეთილ განწყობილი სინჯა არ გავიდა. აი ძალიან ეგეთი რაღაც მხარე არის. მე იქურდობაც რაღაც ნაკლებად, მე როგორც მახსოვს. აქვს უართხილებდნენ, რაღაც არ დაგჭირთ, მოიპარავენ. აი ეგეთში. ერთი რაც ყველაზე დიდი გამანასწორებელია არის დროსთან დამოკიდებულება. აი ეს დორეთ მიდის იქ. გადაწყვეტილება ღებულობენ ძალიან დიდ ხანს. დებიან ბევრ ფიქრს. მაგალითად, ჩვენ ამას ვაკეთებთ ოთრეში, ისეთ მაგალითად იქ შეიძლება თვეები დაჭირდეთ, რომ რაღაცამდე მივიდე რაღაცა გადაწყვეტილებამდე. ნუ ხა ხელოვნებას რაც შეეხება, მაგალითად, ქალაქურ ჰანგებს რომ უწოდებთ და მელოდიებს, ეს არის ერთი პატარა ნასხლეტი იმ აღმოსავლური მუსიკის ჰანგებისა სპარსეთში. მე მაგალითად ერთო მიღებაზე მოხდი, სადაც დაირაზე უკრავდა კაცი. და ნუ დაახლოებით 20 წუთიანი სოლო შეასრულა და დაახლოებით მობილიქში ზეპელინის. ნუ პირი დავაღე, იმდენად იმოქმედეთ, რომ უთხარი მაგარი ხანმეთი და 7 წელი ვსწავლობდი ამას. კონსერვატორია ქონდა დამთავრებული დაირას. რატო გეუბნებით, ესე იგი, თუ რამე თავისი აქვს, მაგალითად თავისი მუსიკა პატარა 6 კაციანი პატარა ასალი. და რაღაცა ნაწარმოების იმდენად ღრმა არის, რომ აი ის ვისაც მუსიკა ძალიან მეყვარს მუსიკა და აი უსმენ და აი ამას ეს მინდა რომ ჩავალო მიჭის იმდენად რთულია ხანდახან. მგონი ყველა აღმოსავლეთის ქვეყანაში ერთად იგივე ვაჭრობის მიმართ დამოკიდებულება დაუზარალად რამდენიმე საათის განმავლობაში არ ეზარება არწყის ისმენს კაბას და საბოლოოდ თუ კი არ მიგიხარ შეთანხმებად ნასყენი არ გეტენ მოკიდე. ანუ რაღაცა აი ეს შვიდი წყნარი დორე ამბავი ძალიან მოძღს. რაც სამწუხაროდ ჩემთვის სამწუხაროდ აქ აღარ. ეს ის არხეინობა არ არის თქვა რომელი სიმშვიდითაც ევროპელები რიგში დგანდა, ხო? აბსოლუტურად. შუა აზიაში საბჭოთა კავშირის დროს ხდება. ვიყავი 80 წელს, როცა იყო ოლიმპიადა მოსკოვში და იქ ვაჩუკეს რაღაცა ოლიმპიისკი ნიშნები ჰქონდა, ისინი რაღაც სუვენირები. და იქ ვარ ჩასული. ნუ ეს უკვე ტაშკენტში ხდება, თორემ რაღაც პატარა ბაზრობა აღმოჩნდა, იქ შევედი ამ დაღლში ამ კაცთან, ანუ სახელოსნო იყო და ძველი თუნგები და რაღაცები და ფული არ ამაქვს და ამიტომ ვაჭრობ აი ამ ნიშკებით და ფლომასტერებიდან დარჩენილი მაქვს ყველაფერს ვასწრებ და მაგ ძალიან ამბავშია. ძირები და სარკის დამწვრევები და რაღაცა. ის კაცი არაფერს არ მიკლებს და ნუ 9 საათი ვაჭრობთ. ხოდა მე საერთოდ არ ჩავიქნება რაღაც უცებ გამოიარა ქალმა და ბავშვმა. და უბრალოდ რუსიულად რაზეც მიშკა ბრელოკი ბავშვს მოეწონა და მეთქი არა მეთქი და მეთქი პადარი და ვაჩუკე ის კაცი კიდევ გავიგიშდა ნახევარზე მე ვაჩერებ მე ვაგროვე ეს აუთმობდი და იმას რომ ვაჩუკე ეს ნუ არანაირად არ ჩაეწერა ეგ აღმოსავლურ ინტელექტუალური რიტუალია